სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. სუსის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება. დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში თათია ტაბეშაძე მოგვიყვება. თათია, გისმენთ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლის ვინაობაც ჩვენთვის ამ ეტაპზე არის უცნობი. ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ გამართა ბრიფინგი, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც ედავებიან უცხო ქვეყნისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენთვის უცნობია, რომელი ქვეყნისთვის მუშაობდა აღნიშნული პირი, როგორც ამას საგამოძიებო უწყება ამბობს. საგამოძიებო უწყების თქმით, აღნიშნული პირი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობდა და მოიპოვებდა სადაზვერვო სახის ინფორმაციას და ამას ახერხებდა მისი პირადი კონტაქტებით, რომელიც მათ შორის ჰქონდა ჟურნალისტიკაში, საექსპერტო თუ სხვა პროფესიულ წრეებში და ინფორმაციის გადაცემისთვის გამოიყენებდა ასევე დაშიფრულ გზას და კომუნიკაციას ამყარებდა როგორც ელექტრონულად, ისე პირისპირ უშუალოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ აღნიშნული პირი მუშაობდა არა მხოლოდ საქართველოში სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებისთვის, არამედ მის მეზობელ ქვეყნებშიც და მოიპოვებდა ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიც არის მაგალითად პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ძალოვან და უსაფრთხოების უწყებებში არსებული ინფორმაცია და მოიპოვებდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურისთვის იყო საინტერესო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტულ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების შესაბამისად სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დაშიფრის სხვადასხვა მეთოდით. გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს. კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით დაკავებული პირი პერიოდულად გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე. ჯერჯერობით ბრალი არ წარდგენია დაკავებულს, ამისთვის არსებობს მაქსიმალური 24 საათიანი ვადა. ამ პროცესს უნდა დაესწროს ადვოკატიც, რომელიც ჯერჯერობით სუსტან არ გამოჩენილა. მადლობა თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.